საქართველოს პრემიერი ამ წუთებში ზუგდიდში დადიანების სასახლეში იმყოფება. ის მედიის წარმომადგენლებთან ახლა კომენტარს გააკეთებს, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი ირაკლი კობახიძე განათლების მინისტრთან ერთად შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალსასწავლო კორპუსის გახსნას დაესწრო. თქვენ კადრში ხედავთ ამ კადრებს ღონისძიებაზე. საზოგადოებას მათ სიტყვითაც მიმართეს. მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი ისთვის და სტუდენტების მომავალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ რეგიონში. და პრემიერი, როგორც უკვე გითხარით, კომენტარს აკეთებს ჟურნალისტებთან და პირდაპირ ეთერში გთავაზებთ. Როგორც ფაქტია, დადიანების სასახლესთან დაკავშირებით. ვესწრებთ ზუგდიდს გუშინ როგორც მოგეხსენებათ გავხსენით ახალი სპორტული კომპლექსი, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტების კომპლექსი თავის საცურაო აუზით. ასევე დღეს გავხსენით შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობა, ასევე არის მოწყობილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ინვენტარით და ახლა ვესწრებთ კიდევ ერთხელ დადიანების სასახლეს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის და ამ კუთხის გამორჩეული სიამაყე. და ვინა განაცხადოთ, რომ გეგმავთ მასშტაბურ რესტავრაციას. ეს შეეხება როგორც სასახლის ფასადს, ასევე შიდა სივრცეებს. თავიდან ბოლომდე საფუძვლიანად იქნება რესტავრირებული დადიანების სასახლე. კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ სასახლე არის ჩვენი სიამაყე და რა თქმა უნდა მასის ზრუნვა არის ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. და მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის მინისტრს, რომლის ინიციატივაც იყო ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ჩვენ იმთავითო დავუჭირეთ ამ ინიციატივას ხარი. ბატონო ირაკლი, შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ ევროკავშირი შეიქმნა მშვიდობისთვის, თუმცა აცდენილია ამ მისიას და კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა ამისთვის. როგორ ფიქრობთ, რატომ აცდა მთავარ მისიას ახლა ევროკავშირი? სამწუხაროდ განვითარდა მოვლენები ევროპის კონტინენტზე, რამაც მთლიანად ევროპასთან მათ შორის კონკრეტულად ევროკავშირს სერიოზული ზიანი მიაყენა და სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატია არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაეცვა ევროპის ობიექტური ინტერესები. ამას აქვს ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია სამწუხაროდ არსებითად იმართება გარე გავლენებით და შესაბამისად მათ უჭირთ ობიექტური ინტერესებზე დაფუძნებით გადაწყვეტილებების მიღება. ეს არის მთავარი პრობლემა, სუვერენიტეტის დეფიციტი არის დღეს ევროპის მასშტაბით მთავარი პრობლემა. რამდენიმე სახელმწიფო შემორჩა ევროკავშირის მასშტაბით ისეთი, რომელიც მტკიცედ იცავს საკუთარ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ეს არის საერთო პრობლემა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვიდრე დადგება კონკრეტულად დღის წესრიგში ევროკავშირის საქართველოს გაწევრიანების საკითხი, მანამდე ევროკავშირი დაძლევს ყველა ამ პრობლემას, რაც არის დაკავშირებული პირველ რიგში დამოუკიდებლობის დეფიციტთან და სუვერენიტეტის დეფიციტთან. ევროკომისიაზეც უნდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, ევროკომისია გაითვალისწინებს თუ არა საკუთარ ანგარიშს, სადაც მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოსთან დაკავშირებით საუბარი, გაითვალისწინებს ამ ანგარიშს? მე ამის თქმა გამიჭირდება, თქვენ ხედავთ, რომ ყველა ობიექტური შეფასების თანახმად საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი რეფორმების თვალსაზრისით, არსებული მდგომარეობის თვალსაზრისით. ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ქულებით შეფასება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც საქართველო ბევრად უსწრებდა როგორც მოლდოვას, ასევე ბოსნიას, თუმცა გახსოვთ, რომ მაშინ ამ ქვეყანას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს არა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა ობიექტური შეფასების მიხედვით საქართველო არის უპირობო ლიდერი, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს ბოლო შეფასება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრ 10-მდე სახელმწიფოსაც კი უსწრებთ პრაქტიკულად ყველა პარამეტრით, თუმცა ხედავთ, რომ დამოკიდებულება არის უსამართლო და ამ უსამართლობის მიზეზიც არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია სამწუხაროდ მოქმედებს გარე ძალების კარნახით, რომლებსაც არ სურთ მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ევროპარლამენტო ასამბლეის 55 დეპუტატი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განცხადების თანახმად საქართველოს თუ ავტორიტეტული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს ვერ მიაღწევს, დეპუტატები განიხილავენ ქართველი დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრებას. დაიქნება თქვენი. ჩვენ ისედაც საკუთარი გადაწყვეტილებით შევიჩერეთ საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ასეთ პირობებში თავადაც ხედავთ, რამდენად ძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია. ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული. სრულ აბსურდია სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატია და აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები. ევროკავშირის წევრობისაკენ საქართველოს სვლა ნიშნავს, რომ ქვეყანა ისტორიული სიმშვიდით პროექტის ნაწილი გახდება. ეს განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს ამის შესახებ. როგორ იქნება თქვენი შეფასება? ჩვენი სურვილი არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა
ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მშვიდობის თავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის მის საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ეს ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი სურვილია, მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, შევინარჩუნოთ განვითარება, პირველ რიგში უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას იმას, რისთვისაც იბრძოდა არაერთი თაობა. ჩვენი ქვეყნის, მათ შორის 80-იან წლებში, 90-იან წლებში, ამის შემდეგ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არის ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების უმთავრესი გარანტი. შალვა პაპუაშვილის განცხადებას რო დავუბრუნდეთ, მისი თქმით, მთავარია ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს თვალსაჩინოდ უკვე აღარაფერი დაგვჭირს. რაც სიტყვით ამის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად სწორი განაცხადი, როდესაც ჩვენ საბრძოლოდ გვიყენებენ ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ საკუთარი ღირებულებების დათმობას ან მშვიდობის დათმობას ამ შემთხვევაში არაპირდაპირი ფორმით მიგვანიშნებენ ამ ყველაფერზე კეთილდღეობის დათმობას. ეს რა თქმა უნდა არის არასწორი დილემა. ხო, ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება მშვიდობის შენარჩუნებით, განვითარებით და ჩვენი ტრადიციული ღირებულებების ფასეულობების შენარჩუნებით. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში პრინციპებს ვერ გადავუხვევთ. 2013 წლიდან პრემიერო თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენდით პრემიერს, რომელმაც ზუგდიდში დადიანების სასახლეში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.